მოგესალმებით, შემოძვირფასებო. თქვენთვის მომზადე ასეთი საჯარო გაშლა. მინდა გამიხილოთ თქვენთან ერთად თემა, თუ რას გრძელს პიროვნება თქვენს მიმართ დღეს. ჩაიფიქრეთ სახელები და გვარები, თქვენი სახელი და გვარი დაბადების წელი თუ დარიცხვი, პიროვნების სახელი და გვარი დაბადების წელი თუ დარიცხვი და მოდი ვნახოთ თუ რას გრძნობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენს მიმართ დღესდღეობით. სამჟავრო სიკვდილი ფორტუნის ბორბალი რა ხდება? რა მშვენიერია. ფონა ჩვიდიანი პენტაკლი უკვე გვეუბნება, თავიდანვე გვიყვება, რომ მის გულში უკვე ძალიან დიდი ხანია დაგროვილია, ეს ვთქვათ, ლოდინის ენერგიები, დაკვირვების ენერგიები, ადამიანი ჩაფიქრებულია, ხო, თითქოს ყველაფერს ითვლის, ნაბიჯებს ჭმუნვით ზომავს და ელოდება, რომ დადგება მომენტი, რომ საბოლოოდ გაგცეთ პასუხი და გასცეს პასუხი ყველა იმ კითხვას, რაც თქვენ გაქვთ მასთან მიმართებაში, თქვენს ურთიერთობაზე, ხო, 9-ით ასევე 5-იანი კვერთხები და 7-იანი კვერთხები, რაც გვეუბნება. ანუ მის გულში არის ორმაგი, ეს თქო, სურათი, ერთი მხრივ თქვენთან დაკავშირებული ემოცია არის სიამოვნების, სურვილის და სიხარულის განცდა 9-ით ასებიდან გამომდინარე, მას ნამდვილად მოსწოხართ, აქვს სურვილი, რომ გვერდით ყავდეთ, მაგრამ ეს განცდა სავსეა კონკურენციის და დაპირისპირების გემოთი. 5-იანი კვერთხებიდან გამომდინარე, თითქოს ის ხედავს, რომ თქვენი ურთიერთობა მარტივი არ არის, აქ არის სხვა პიროვნებების ჩარევა, გარემოს მხრიდან დაძაბულობა ან შიდა ბრძოლები. ამიტომაც ცდილობს, რომ საკუთარი პოზიცია დაიცვას 7-იანი კვერთხებიდან გამომდინარე. არ დათმოს თავისი ადგილი, თითქოს ესე ვთქვათ, ბრძოლაშია იმისთვის, რომ თქვენთან დარჩეს, ხო? მაგრამ ჯერჯერობით თქვენგან ასე ვთქვათ, შორს მყოფია ეს პიროვნება. მეორე ხაზი არის ჩემო ზვირფასებო, როგორც ასეთი 5-იანი პენტაკლები და იმპერატორი, 5-იანი პენტაკლები და იმპერატორი მეუბნება ასეთ რამეს, რომ თვითონ თავის იმპერატორული დიდებულების და გამო, რომელიც ასე ვთქვათ, იკავებს თავს და ემოციებს არ უშვებს გარეთ და ცდილობს, რომ თავშეკავებული იყოს ყველას თვალში, დიდებული იყოს და რომ არ გამოიწვიოს სხვების, ასე ვთქვათ, ლაპარაკი საკუთარ თავსა და საკუთარ თავთან მიმართებაში თქვენს ურთიერთობაზე. აი მთმენაში რო არის პიროვნება, აქედან გამომდინარე სიცარიელეშია მაინც ეს პიროვნება, ხომ? თავს მარტო ისევ გარიყულად ცარიელი ვაგონივით არის ეს პიროვნება და იყოს ახლა იმპერატორული გავლენი და შეფუთულა, თითქოს ყველაფერი კარგად არის, არ იმჩნევს არაფერს, აკონტროლებს თავის გრძნობებს და ვნებებს, ემოციებს, არ უშვებს გარეთ და ამ დროს რას შვება, ხო, შინაგანად გვდება პიროვნება. სამჟარო და სიკვდილის არკანი, ეს ორი არკანი გვეუბნება, რომ მის გულში რაღაცნაირად მოხდა გარდატეხა. ის რაღაცას მიხვდა, როგორც ასეთი ნიღბები ჩამოვარდა, ხო, სიმართლე გამოაშკარავდა. ეს არის მომენტი, როცა მას უკვე აღარ შეუძლია ძველებურად მოქცევა სიკვდილის არკანიდან გამომდინარე და ეს არკანი გვიჩვენებს, რომ ის საკუთარ თავში ხურავს ერთ ეპოქას და ემზადება ახალი საწყისისთვის. თქვენს მიმართ ეს ნიშნავს, რომ ის აღარ ხედავს გზას ძველ სტილში გაგრძელებისთვის. ან გარდაქმნა უნდა მოხდეს თქვენთან ურთიერთობის, არ ყველაფერი უნდა დასრულდეს თქვენს შორის, ხო? ბედის ბორბალი და თასების პაჟი გვეუბნება რას, ხო, დასასრულში რა ჩანს, რომ მის გულში არის სურვილი, რომ თქვენთან ისტორია გააგრძელოს. აი ეს სასწავლო ისტორია უნდა რომ გააგრძელოს, მაგრამ სხვა ფორმით. ბედის ბორბალი ამბობს, რომ ის აცნობიერებს თქვენთან კავშირში უბრალოდ შემთხვევით არ არის ეს პიროვნება შემოსული, ხო, ეს ამას აცნობიერებს, რომ თქვენ არ ხართ შემთხვევითი პიროვნება მის ცხოვრებაში და ეს ესე ვთქვათ, თქვენი გზები ბედით არის გადაკვეთილი, ხო? თასების პაჟი კი გრძნობების, სისუფთავის და
გულწრფელი სურვილების გამოხატვის არკანია. მას სურს რომ თავიდან ნაზი ნაბიჯებით, ნაზი ემოციებით მოგიახლოვდეთ თითქოს ბავშვული გულწრფელობით. ხვდებით ამ მდგომარეობაშია, ეს გააცნობიერა მან, ხო? ერთიანი სურათი როგორც სიყვარულის ისტორია აქედან, ხო? შემიძლია ასეთი რაღაც ვთქვათ. ის თქვენთან დაკავშირებით დიდი ხანია ფიქრებშია, თითქოს დროის ესე ვთქვათ, დროს მაჯაზე იმოწმებს, მაჯაზე იმოწმებს, როდის დადგება სწორი წუთი, სწორი დრო, ეს არის მისი, ასე ვთქვათ, ფონი. თქვენთან დაკავშირებული ემოცია მისთვის ბედნიერება, მაგრამ ეს ბედნიერება ჩრდილავს ამ ბედნიერებას უკაცრავად ჩრდილავს შინაგანი ომები, კონკურენცია და გარემოს ზეწოლა. სწორედ ამიტომ ის იძულებულია მუდმივად დაიცვას საკუთარი ადგილი და არ შეიმჩნიოს მწუხარება და მოწოდების სიმაღლეზე იყოს. ბოლო პერიოდში მის გულში დიდი ცვლილებები ხდება და მოხდა და ხდება კიდევაც. ხო, თითქოს ცხოვრება აიძულებს, რომ ძველი ჩარჩოებიდან გამოვიდეს. ის ხდება, რომ ძველი ფორმა აღარ იმუშავებს, აღარ იმუშაობს და ვეღარ და რომ თქვენთან ურთიერთობა გარდაქმნას განახლებას საჭიროებს და ბოლოს მიუხედავად კიბლისა და შიდა ბრძოლებისა, მასში დარჩენილია გულწრფელი ბავშვური ემოციები. ის გზნობს, რომ თქვენი კავშირი შემთხვევითი არ არის, ეს გააცნობიერა, რომ ეს არის მისი ბედი, რომელიც აძლევს ცხოვრებისეულ გაკვეთილს, ამიტომ ბოლომდე ის კვლავ ინახავს სურვილს, რომ თქვენსკენ მოვიდეს. უკვე სხვანაირად, უფრო გულწრფელად, უფრო სუფთა ენერგიები და უფრო მყარად ჩემო ძვირფასებო. ხო და აი ესე, მოკლედ ეს ყველაფერი აი ესეთი მოლოდინის რეჟიმში აქვს ჩაგდებული პიროვნებას. ეს ხოთ მისი ემოციები, გრძნობები, ფიქრებია, მაგრამ ნაბიჯები ჯერჯერობით არ არის. თუმცა მისი გეგმა გაგაცანით, ხო? იმედია ოდესმე გადამოდგავს მაგ ნაბიჯს თქვენთან მიმართებაში. მით ეს იყო სულ. მეცინება ეს, რა ვიცი, სულ გეგმები, სულ ფიქრები, მაგრამ ნაბიჯები არ ჩანს, მაგრამ არა, უშავს ყველაფერი კარგად იქნება. მოკლედ დაგმოხტებებით ჩემო ძვირფასებო, ყველაფერი კარგად იქნება, დამიჯერეთ. ნახვამდის.